ფოთის ნაგავსაყრელზე გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ნაგავსაყრელზე შეყვანილია განაჩენების გარდა მომუშავებელი მძიმე ტექნიკა, ადგილზე დამონტაჟებულია გამშვები ჯიხური. ნაგავსაყრელის კეთილმოსაწყობად ფოთში საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც პოლიგონის კეთილმოწყობისა და სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება. ფოთის ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას, იმართულობაში 2014 წლის 17 ივნისს გადაეცა. ვფიქრობ, ჰოთელები ძალიან კმაყოფილებით დავრჩებიან ჩვენ პრაქტიკულად სექტემბრის ბოლომდე სრულად მოვახდენთ ამ ნაგავსაყრელის გარდაქმნას ახალი სტანდარტების შესაბამისად, როცა განმავლობაში დაიხურება და მთლიანად გადავალთ ევროპულ სტანდარტებს. პროექტის მიხედვით სამუშაოები დაიწყება აგვისტოს დასაწყისში და დასრულდება მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლოსთვის. სამუშაოებისთვის გამოყოფილია პროექტის მიხედვით 700,000 ლარი, აქ სრულიად შეიცვლება გარემო.